ის ნიუანსები, რამდენს რას უშვებდა, რამდენი რძე იყო, რამდენი მეტალი, ლითონი და ასე შემდეგ. ესე იგი მუშაობდა იმ დროისთვის 88 წელს 1400-ზე მეტი სამრეწველო ობიექტი. ოღონდ ეს სამრეწველო ობიექტები არ იყო ჩვენ დღეს რასაც ვეძახით სამრეწველო ობიექტს, სენდვიჩ პანელებისგან გაკეთებული რაღაცა 500 კვადრატული მეტრი, ერთი შენობა, პატარა ეზო და ერთი საწარმო ხაზი. ეს იყო კლასიკურად უზარმაზარი ქარხნები იყო. აი რუსული გამოთქმა სრაზმახამ და დაგეგმილი ესე იგი სამრეწველო ობიექტი, სადაც გათვალისწინებული იყო ომის ვითარებაში რა უნდა მომხდარიყო იქ ევაკუაციის თემა, შემდეგ გაფართოების თემა და რაც თავარია მუშების უსაფრთხოების საკითხი, შრომის კომფორტის საკითხი და ასე შემდეგ. ესე იგი 1400-ზე მეტი მსხვილი სამრეწველო საწარმო, რასაც ქვია გუგუნებდა მაშინ საქართველოში და ესენი აწარმოებდნენ იმდენ ტვირს, აი მე მაგალითად გეტყვით ამავე წლის 1988 წლის საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები შეადგენდა 400 მილიონ ტონას წელიწადში. დღეს ესე იგი 10 მილიონი პლუს მინუს 12 მილიონი, ეს არის რეკორდული 20 მილიონი როცა გადაიზიდა. ერთხელ მოხდა ისიც შევარდნაძის დროს იყო, მე სრულ რეგრესი მიდის. ანუ ტვირთების მთავარი დამკვეთი, რა თქმა უნდა, მაშინ მრეწველობა იყო, გადატანები ხდებოდა მრეწველობის დაკვეთით. და სხვათა შორის რაც ესე იგი მრეწველობა როგორ იყო მოწყობილი, რომ არსებობდა კვლევითი ინსტიტუტები და სამრეწველო ობიექტები, ანუ ქარხნები უკვეთავდნენ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, არა მარტო საქართველოში, სხვათა შორის შეეძლოთ უკრაინაში დაეკვეთათ, ტაშკენტში, ლენინგრადში და ასე შემდეგ, რაციონალიზატორ წინადადებებს, გამოგონებებს და ამაზე გაიცემოდა ესე იგი პრემიები, სახელმწიფო პრემია, იქ ლენინური პრემია იყო და ასე შემდეგ. მე საიდან ვიცი ეს თემა, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ერთ-ერთი ქარხნის, მანქანათმშენებელი ქარხნის დირექტორი, მას აქვს გამოგონება ჩაის გადამამუშავებელი ხაზის და ამაში მიიღო სახელმწიფო პრემია. თავად ინჟინერი იყო სპეციალობით და ასე ვთქვათ, მართვაც ესმოდა და თეორიული ნაწილიც. და ამ ქარხანას სხვათა შორის 22 ქვეყანაში გაქონდა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე, ჩაის გადამამუშავებელი ხაზები და კვანძები. მათ შორის თურქეთში, მათ შორის ინდოეთში, მაშინდელ ცეილონში, დღეს შრი-ლანკას რო ვეძახით. მოკლედ რა დარგები იყო ახლა განვითარებული და რამდენ პროდუქციას უშვებდა ჯამში, ალბათ მაყურებლისთვის ეს იქნება საინტერესო. ძირითადი ეს იყო, რა თქმა უნდა, მანქანათმშენებლობა. მთავარი აქცენტი იყო მანქანათმშენებლობა იყო ხერხემალი, ასე ვთქვათ, ჩვენი მძიმე მრეწველობის, მეტალურგია, რომელიც ჯერ კიდევ ომის დროს დაიგეგმა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მეტალურგიული ქარხანა ჩვენ ქუთაისშიც გვაქვს. უქონდა და ეხლაც რაღაცა შემორჩენილია. შემდეგ მანქანათმშენებლობა ეს იყო ძირითადად კვების მრეწველობაზე მომართული, თუმცა არა მარტო. სხვადასხვა სერიოზული კვანძები იწარმოებოდა, მათ შორის აგერ ქსანში იწარმოებოდა წყალქვეშა ნავების კვანძები, ატომური წყალქვეშა ნავების. აი მიკროპროცესორების ქარხანა იყო მიონი, დღეს რო აი ტაივანს რო აქეს მიკროპროცესორები რაღაცა 2-3 ნანომეტრის მაშინ უფრო დიდები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მიკროსხემების წარმოება საქართველოში ხდებოდა. იყო ესე იგი კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ერთ კომპლექსში იყო განხილული. კვების მრეწველობის 700-ზე მეტი ქარხანა, 700-მდე ქარხანა მუშაობდა და ამაში შედიოდა ხილფაფების, საკონსერვო გემოს ინდუსტრიას ეძახდნენ მაგას, რუსულად პიშევკუსევა ინდუსტრია. მათ შორის მეღვინეობა იყო რაღაც უმაღლეს დონეზე განვითარებული. რა თქმა უნდა იყო ეს მიწერების, მოწერების, მაგრამ ეს შეადგენდა რაღაც 5-7-8% საერთო მასის. ძირითადად გამოშვება ხდებოდა 13 მილიარდი მანეთის პროდუქტის 88 წელს მაგალითად
და ახლა მაშინდელი საბჭოთა მანეთი. ახლა რამდენია რო ვიცოდეთ ეს მაშინდელი საბჭოთა მანეთი? არსებობს რამდენიმე მეთოდოლოგია კურსის დათვლის. ერთი არის ეგრეთ წოდებული ხორცის ინდექსი, რომელიც მიხედვითაც გამოდის მაშინდელი მანეთი დღევანდელი $8 დაახლოებით, ხოლო თვითონ აი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით თუ დავთვლით, მაშინდელი 1 რუბლი არის დღევანდელი $5. შესაბამისად თუ 13 მილიარდი მანეთის ესე იგი სამრეწველო პროდუქციის გამოშვება ხდებოდა 88 წელს მხოლოდ საქართველოს მიერ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი $65 მილიარდი პროდუქცია უშვებდა საქართველოში 1400 ქარხანა. 65 მილიარდი ახლა შევადარო დღეს რას უშვებთ? დღეს უშვებთ 3 მილიარდისას. 22ჯერ ნაკლები ინდუსტრია გვაქვს დღეს, ვიდრე ქონდა 1988 წელს. სამწუხაროდ გავანიავეთ ეს, მოგვეხმარნენ ამის განიავებაში, ძალიან სერიოზულად მოგვეხმარნენ. ჩვენც ვიყოჩაღეთ, მაგრამ ახლა მე როცა ვესაუბრები ბიზნესმენებს, ვისაც დაუშვათ ქარხანა აქ, აი ძველი საბჭოთა ქარხანა შეიძინა და აი დეტალებში რო შეხვალ მასთან ურთიერთობაში და დაკითხავ ასე თქვა, გამოკითხავ დეტალების შესახებ, ესე იგი ვფიქრობ, რომ საკრედიტო რესურსების არარსებობის გამო, საწარმოების მოდერნიზაციის შეუძლებლობის გამო მათ მოუწიათ უბრალოდ ამ ქარხნების დაშლა. და გამოყენება საწყობებად კომერციულ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ საწარმოების გადარჩენის პროცესი და ახლა სახელმწიფოს მაშინ საიდან უნდა გაეკეთებინა ესა, ხო? აქ ჩავაუყარეთ დიადი პოლიტიკოსი, ესე იგი შევარდნაძე, რომელსაც ბეიკერი ეძმაკაცებოდა და წასულიყო უნდა შევარდნაძე ბეიკერისთვის ეთხოვა, რომ გადამარჩენინე ნაწილი მაინც. იმას უნდა მოეცა გრძელვადიანი კრედიტი, ფულს ბეჭდავენ თვითონ მაგრამ ეს არ მოხდა. აპიკებში ბეჭდავენ ბოლოს. ხო. ასეთი რამე არ მოხდა, დასავლეთი არ გამოიჩინა, ასე ვთქვათ, სურვილი გადაერჩინა ჩვენი მრეწველობის ნაწილი მაინც. არ დაგვეხმარნენ მარშალის გეგმას ველოდით, მაგრამ არ მოვიდა ეს მარშალის გეგმა. გვაცალეს სანამ ეს განიავდებოდა ყველაფერი და იძულებული გავხდებოდით ჯარში გაგვეზიდა. და შესაბამისად დაგვენგრა ეს ყველაფერი. რაღაც ერთეულები გადარჩა. გიგანტები გადარჩა, რაღაც აზოტის ქარხანა გადარჩა. რუსთავის ცემენტის ქარხანა გადარჩა, მეტალურგიული ქარხანა ნაწილობრივ. ალაგ-ალაგ რაღაცები ზესტაფონის სფერო, თუმცა ესე იგი კაპიტალიზაცია დღევანდელი შეფასებით ეს იყო 200 მილიარდზე მეტი კაპიტალიზაციის სამრეწველო აქტივი ჰქონდა. და ეხლა დათვლილი არის ასევე ეკონომიკაში საერთოდ ბევრი ინდიკატორია ეკონომიკის დონის შესაფასებლად. ერთ-ერთი ინდიკატორი გახლავთ ეკონომიკაში მეტალის რაოდენობა. ხო, აი ითვლება, რომ თუ ესე იგი ქვეყანას აქვს ერთ მოსახლეზე 6 ტონაზე მეტი მეტალი ეკონომიკაში, უკვე განვითარებულ ქვეყანად შეიძლება ჩაითვალოს და საქართველოს ჰქონდა 36 ტონა ერთ მოსახლეზე 88 წელს მაგალითად ეკონომიკაში, რაც ნიშნავს, რომ 6-ჯერ მეტი დონე ჰქონდა ვიდრე დღეს ითვლება განვითარების, ასე ვთქვათ, ზღვარად და ინდიკატორად. ეხლა რას ვაწარმოებდით ამ 13 მილიარდი მაშინდელი მანეთის, ანუ 65 მილიარდი დოლარის პროდუქციას, რას ვაწარმოებდით? პირველ რიგში ეს, როგორც თქვით, იყო მანქანათმშენებლობა, კვების გადამამუშავებელი ხაზები, კვანძები, ჰქონდა, ეს ამა დათომ უკეთესად იცის, უფრო დეტალურად, მაგრამ კვების მრეწველობა, ახლა კვების მრეწველობაში ჰქონდა ჩვენ გამოშვება 25 მილიარდი, დღევანდელი 25 მილიარდი დოლარი. ეს მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით რო დავთვალოთ, ხორცის ინდექსით მეტად გამოჩნდება 40-მდე შეიძლება იყოს. მილიარდამდე პირობით კილა კონსერვს უშვებდა საქართველო 88 წელს. და იყო უზარმაზარი ეთერზეთების წარმოება, ესენციების წარმოება, ღებავების, საკვები საღებავების წარმოება. რა ვიცი რა იყო რა მოკლედ. და ყველაფრის ღრმა გადამუშავება მიდიოდა.
ჩაის ინდუსტრია იყო მსოფლიო მასშტაბის 300 მილიონიან ბაზარს ემსახურებოდა საქართველო, თითქმის აკმაყოფილებდა მთლიანად 95%-ით. 600,000 ტონა ჩაის ფოთოლი იკრიფებოდა საქართველოში. და 600,000 და დღევანდელ მასში რო გადმოვიყო, დღეს კიდე იმპორტიორები ვართ. დღეს შემოგვაქვს ჩაი საქართველოში, ჩაი შემოდის ძირითადად ეს არის. მარტო ჩაი შემოდის, ზირაკლი, კიტრი, პომიდორი, რა ვიცი, ყველაფერი შემოდის. ხო, მაგრამ ჩაი ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო, ასე თქვა. ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო მანდარინი თურქეთიდან შემოდის. ლიმონის თურქეთიდან და საბერძნეთიდან შემოდის ახლა. ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო ეგ. კი ბატონო. ციტრუსების მოსავალი 300,000 ტონას აღწევდა იმ 88 წელს. დღეს ახლა 40-60,000 ტონა, 100,000 იყო ერთხელ რეკორდული მოსავალი და მთავრობა შოქში იყო, საწავიღოთ ამდენი რა უყოთ ამ ხალხს. წელსაც ახლა შარშან უფრო სწორად ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა და ასევე მთავრობა შეფიქრიანებული იყო რა უყოთ ამდენს. მოკლედ, როდესაც არ არის გადამამუშავებელი სიმძლავრეები, რა თქმა უნდა, რთულია რომ ესეთი რეკორდული მოსავალი ხო იცის ხოლმე ასე ბუნებაში ეს ციკლები არის 4-5 წელიწადში ერთხელ მოდის რეკორდული მოსავალი. ეხლა ნავთობქიმია იყო განვითარებული, ქიმიური წარმოება იყო, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო. ეს ყველაფერი გავანულეთ. მსუბუქი მრეწველობა, ეხლა მაგალითად 88 წელს 25 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს ვაწარმოებდით. 25 მილიონ წყვილს. ნუ ეს ეხლა დღევანდელი გადასახადიდან დაუჯერებელი ციფრებია, მაგრამ მართლა ესე იყო. რომელიც სხვათა შორის ექსპორტზეც გადიოდა ეს თბილისის ფეხსაცმელი, რომელიც ჩვენ მაშინ მიგვაშთა რომ ეხავს ამას ვინ ჩაიწმევს და რაღაც. კერამიკა იყო განვითარებული ასევე, ფარმაცევტიკა, ავიამშენებლობა ჰქონდა ეს ავიაციო ქარხანა, გემჩენებლობა იყო, გემის სარემონტო ასე თქვა დოკი არსებობდა. გემჩენებელი ქარხანა იყო ორი, ბათუმშიც და ფოთშიც. ერთი აკეთებდა კომეტებს, ეს იყო სამგზავრო სწრაფმავალი კატერები. ბათუმი აწყობდა ამ კომეტებს. ეხლა პორტია მან. PS-ის პორტია გახსნილი. ბათუმში. არა, ფოთში. ის გემჩენებელი იყო. ხო, გემჩენებელი. ნუ იქ მე მგონი რაღაც საინერების წარმოებაც ხდებოდა, ეხლა ზუსტად არ ვიცი. ავეჯის მშენებლობა იყო განვითარებული ასევე, სასუქების წარმოება. ნუ მოკლედ სერიოზული ეკონომიკა ჰქონდა. ამ ესე იგი გამოთვლებით და კურსის ასე ვთქვათ შემწყნელობით უნარიანობით ჩემი მე რაც დავთვალე, შეიძლება შემეშალოს, მაგრამ ბევრითაც არა. ევროპის ქვეყნებს შორის, აი ცალკე საქართველო ვიყავით მეხუთე ადგილზე, ერთსულ მოსახლეზე ეკონომიკით. და ის შეადგენდა მსყიდველობითი უნარიანობით დღევანდელი $32,000 ერთსულ მოსახლეზე. დღევანდელი დოლარით რო დავიანგარიშოთ. ნუ დანარჩენი რა ვიცი ხა ეს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ვიზარალეთ ჩვენ ამ საბჭოთა კავშირის დაანგრევით ეკონომიკურ ასპექტში ვერ შევძელით გადარჩენა თუნდაც მცირე პოტენციალის მაშინ როდესაც მაგალითად ბელარუსმა 80% გადაარჩინა იმ სამრეწველო პოტენციალის რაც გააჩნდა საბჭოთა დროს და ეს კიდევ უფრო განავითარა ბელარუსი დღეს სამრეწველო პოტენციალი გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე საბჭოთა დროს იყო. უკრაინამ მოახერხა 40%-ის გადარჩენა კუჩმას პრეზიდენტობის დროს, თუმცა შემდეგ გაანიავეს და დღეს ხედავთ რაც ხდება. რუსეთში მოხდა სერიოზული დეგრადაცია სამრეწველო პოტენციალის, რუსეთმა რატომღაც გადაწყვიტა რომ თავდაცვის ქარხნები შეინარჩუნოს პასიურ რეჟიმში და ნავთობი და გაზით გავიდეს ფონს და თუ რამე ჭირდება ნავთობის და გაზის გაყიდვით იყიდიან. თუმცა ახლა იქაც გადაიხედა პოლიტიკა და უფრო მიდიან ავტარქიული ეკონომიკისკენ. მარტო შარშან 90,000 ჩარხი იყიდეს ჩინეთიდან და ირიბად გერმანიიდან, იტალიიდან, ანუ ადგილობრივ წარმოებას ავითარებენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოხდა ეს დეინდუსტრიალიზაცია, მაგრამ ეს 5D პოლიტიკა
შეგვისრულეს უმაღლეს დონეზე. შეგვისრულეს და ნუ მე ახლა ჩვენც მოვედით ასზე უკვე შესრულებულს. დაახლოებით აი ასეთი იყო და დღეს ახლა სავალალო რა არის ჩვენს მდგომარეობაში, რომ ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი არსებობს ასეთი ეკონომიკური კატეგორია, საგადამხდელო ბალანსი, ანუ რამდენი ფული შემოდის ქვეყანაში ჯამში ყველა წყაროდან და რამდენი გადის. ამაში ითვლება ის ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხული თანხების, ტურისტებისგან შემოსული თანხების, ჩვენი და ჩვენ რასაც ვყიდულობთ გარეთ, ხო? მთელი ამ 35 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი რაც ვართ, ჩვენი საგადამხდელო ბალანსი ყოველთვის იყო მინუსი. საშუალოდ ბოლო წლებში ეს არის სადღაც 1.4 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ამ თანხით ვღარიბდება ქვეყანა ყოველ წელს. და ეს არის ის ჰეგემონის რენტა, რომელსაც ჩვენ ვიხდით ჰეგემონთან. ხო, ნუ ეს სხვადასხვა ფორმით ხდება ეს რაღაც კრედიტების მომსახურების სახელი ქვია ძირითადად შემთხვევაში, მაგრამ ეს არის, ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ეს მინუსი ყოველწლიური, რომელიც გვაქვს, ხო, გავაპლიუსოთ. და ეს ნათლად ჩანს რაზე ახლა მაგალითად გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმა ჩვენი სავაჭრო სალდო. ესე იგი ჩვენ ვყიდულობთ 18 მილიარდი დოლარის პროდუქციას უცხოეთში და შემოგვაქვს და ჩვენ ვყიდით 7 მილიარდის პროდუქციას. ანუ განსხვავება არის 11 მილიარდი. მინუსი გვაქვს ვაჭრობაში. ეს 11 მილიარდი საღაციდან ხო უნდა დაიფაროს, ეს იფარება საიდან? ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები, ეს იფარება ჩვენი 100,000-ობით გასული ქართველი რო აგზავნის თანხას აქ და ბუნებრივი რესურსები, რასაც ვყიდით ჩვენ და ასე შემდეგ. და ნუ ის 1.5 მილიარდი, რომლითაც ვღარიბდებით, ასე ვთქვათ. ახლა ამოცანა არის შემდეგში, რომ ეს უარყოფითი სალდო, ეს 11 მილიარდიანი სალდო, უნდა პირიქით შევცვალოთ ნელ-ნელა და პლუსში პროფიციტური ვაჭრობის რეჟიმში უნდა ჩავდგეთ. ამის გაკეთება, ახლა რო გქონდეს ჭაბურღილები, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა მალე მოხდებოდა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ რახან ეს არა გვაქვს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ანუ გამდიდრების და სიმდიდრის დაგროვების ხო 4 წყარო არსებობს, ხო? ერთი არის ცოდნა, ანუ ტექნოლოგიები, მეცნიერება, ტექნოლოგიები, მეორე არის ფინანსები, რომელსაც გაასესხებ კრედიტებს დაარიგებ და იქიდან შემოგდის რენტა. მესამე ეს არის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, იმ მასშტაბის, რაც დაუშვათ კატარს, საუდის არაბეთს, ან თუნდაც აზერბაიჯანს და მეოთხე ეს არის მრეწველობა, ანუ რეალური სექტორი, შექმნა რაღაცის დამატებითი ღირებულების შექმნა. პირველი სამი რახან შეზღუდულად ვართ, შესაბამისად ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის აი ეს რეალური სექტორის, ანუ ინდუსტრიის განვითარება, რომ ამითი გამოვასწოროთ ეს ჩვენი უარყოფითი სალდო და გავიდეთ პროფიციტში. ირაკლი, ჩვენი მუდმივი ოპონენტი ყავს აქ მალხაზ კოსოლიძე, რომელიც ესეთ კითხვას ვამს. ანუ ჩვენ კომუნისტში ცხოვრობდითო საბჭოთა საქართველოს დროსო? ნუ არ ვიცი ახლა ეს არ არის ძალიან ჭკვიანური შეკითხვა, კი კარგია რომ გვიყურებს მუდმივად და ნაცნობის სახელი და გვარია. მაგრამ რაც ქვია კომუნისტში ცხოვრობდით, მე აღწერე რეალობა ციფრების სტატისტიკური ცნობარიდან. შეუძლია ინტერნეტშიც არის ფოტოშოპი შეადაროს დღევანდელს, ხო? შეუძლია გაეცნოს თვითონ. კომუნისტში კი არ ცხოვრობდით გაცილებით უკეთესად დალაგებულ ეკონომიკურ სისტემაში. და უკეთეს ხალხი აისახებოდა რაც თავარია ეს. ხალხი ქართველიერი მრავლდებოდა, ქვეყნიდან არ გარბოდა არავინ, ხელფასი იყო აბსოლუტურად საკმარისი ღირსეულად არსებობისთვის, უმუშევრობა იყო კი არა, საერთოდ არ იყო, იზжебოდა ხალხი უმუშევრობისთვის. შესაბამისად, თუ ეს ისტორია არ ვიცით, მომავალს ვერ დავგეგმავთ. ეს ისტორია აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და ეს ყველაფერი უნდა გვეთქვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაღაცა ის იმ წყობას ვინმე შესტირის იდეოლოგიურ დარგში. იქ ბევრი ილუზია იყო, ბევრი ახლა კომუნიზმი და ასე შემდეგ მარქსიზმი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტალინის მოდელი გაცილებით უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ის მოდელი, რაშიც ჩვენ გვახსოვს, აი ბრეჟნევის ეპოქა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხრუშჩოვმა შეცვალა ეს მოდელი. ამიტომ ბატონ კონსოლიძეა თუ კონსოლიძე?
კონსოლიძე. ხო, ბატონ კოსოლიძეს, ესე იგი მოუწოდებ, რომ ინტერნეტში მოძებნოს სტატისტიკური ცნობარი საქართველოს ეკონომიკის შესახებ და იქ ეს ციფრები ყველაფერი არის, შემდეგ გადაიყვანოს წყვილობით უნარიანობით დღევანდელ დოლარში და თვითონ ნახავს ამ ციფრებს. გეთახმები. დავით, შენ როგორ ხედავ? აი საქართველოს მაშინდელი ეკონომიკის ნიუანსები, რამდენს